გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმრით და ძალიან საინტერესო თემით. დღეს ჩვენ საუბრობთ აგრესიაზე და ჩემი სტუმარია გაგა ნიჟარაძე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად. მადლობა თქვენ. გამონახეთ დრო და საუბრობთ მგონია ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. დღეისწობითაც და საერთოდაც ალბათ. ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ მინდა რომ დავიწყოთ თემაზე საუბარი და პირდაპირ კითხავთ რა არის აგრესია. აგრესია ესე იგი განსაზღვრება ასე. ეს არის ნებისმიერი ქცევა ან განზრახვა, რომელიც მიმართულია მეორე ადამიანის ან სხვა სულიერის ზიანის მიყენებისკენ. განზრახვა, ახლა შეიძლება მინდოდეს ბევრი ვინმეს თავპირის დროა, მაგრამ არ შემიძლია. და განზრახვა რაღაც აქ მაგ. ფიქრის დონეზეც. ფიქრის დონეზეც. ან შეიძლება ასეთი განზრახვა გადავიტანოს სხვაზე. მას გადატანილი აგრესია ქვია, როდესაც მაგალითად უფროსმა გამლანძღა სამსახურში ვერ შეუბრუნეს სიტყვა, მოვედი სახლში და ცოლს გაუბრაზდი. ის შვილს, ის კატას და ასე შემდეგ. ეს არის გადატანილი. ზოგადად აგრესია ცხოველებში არის. როდესაც მგელი ჭამს კურდღელს, ეს არ არის აგრესია. ის უბრალოდ შია და ასე ვთქვათ, იმ კურდღელს არ ერჩის, მაგრამ თუ არის შეტაკება, ვთქვათ, დომინანტობისთვის, ანუ ჯგუფში პოზიციის გამყარებისკენ, საჭმლის თვის სხვა მგელთან ან მდედრისთვის და რაღაც ასეთი, აი ამას ეძახით აგრესიას. და ეს აგრესია თამაშობს დადებით ევოლუციურ როლს, როგორც ეს აჩვენა ცნობილმა ეთოლოგმა. ეთოლოგია ეს არის მეცნიერება ცხოველთა ქცევის შესახებ. კონრად ლორენცი იყო ასეთი, რომელსაც წიგნი აქვს მთელი აგრესია და ძალიან თუ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევდი რომ წაიკითხოს. ქართულად სამწუხაროდ არ არის, მაგრამ რუსულად არის და ინგლისურად ცხადია. ანუ აგრესია ეს არის ქცევა, განსაზღვრა მეორე სულიერის დაჩაგვრის არა, ვნება მიყენების. კი ბატონო, აგრესია ინსტინქტად შეგვიძლია რომ მოვიაზროთ? კი, ინსტინქტური აგრესია არსებობს. ახლა ინსტინქტი ცოტა ისე ხშირად იხმარება ხოლმე, ისე რომ მაინდა-მაინც გააზრებული არ არის. ინსტინქტი არის სუფთა გენეტიკური. და ვთქვათ, აგრესია მწერებში შეიძლება ჩავთვალოთ სწორედ ინსტინქტურად და ცხოველებშიც, სხვა ცხოველებშიც. აი მაგალითად ძალიან საინტერესოა იგივე მგლებს რო დაუბრუნდეთ. აღმოჩნდა რომ მგლებს აქვთ აგრესია ისე რომ იბრძვიან, თქვათ, როგორც გითხარით, ადგილის მოსაპოვებლად, საჭმლისთვის, ბედრისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ერთდროულად აქვთ აგრეთვე მექანიზმი, რომელიც მეორე მგლის აგრესიას აღკვეთავს. ესეც სწორედ ლორენცის აღწერილია, მაგალითად ორი მგელი ჩხუბობს, დაღრენილი აქვთ პირი ყალზე უდგას, ერთ სიტყვით, ძალიან არ უყვართ ერთმანეთი. და აი ამ პოზაში არიან, მზად არიან, რომ ეცენ ერთმანეთს და ამ დროს ერთს არ უძლებს ნერვები, რასაც ვთქვა. ხვდება, რომ მეორე უფრო მაგარია და რა შვება. უცებ ატრიალებს თავს და შეუშვერს თავის ყველაზე დაუცველ ადგილს კისერს, სადაც გადის ეგრეთ წოდებული საუღლე ვენა და ეს თუ დაზიანდა, მორჩა და გათავდა. და მეორე მგელი ამ დროს შეშდება ადგილზე. ის კი არა რომ არ უნდა ძალიანაც ის საუღლე და ყველანაირი ვენის გადაკვდება, მაგრამ არ შეუძლია. აი ჩადებულია ინსტინქტური მუხრუჭი, რომ ასეთ შემთხვევაში აღიკვეთება აგრესია, რომ ერთ წუთი დავამთავრებ, რისთვის ესე რომ არ ყოფილიყო, მგლები ალბათ გადაშენდებოდნენ. და საერთოდ აი სახიფათო იარაღით მქონე ცხოველები, კბილები, კლანჭები, ნისკარტი და ასე შემდეგ, აი ყველა მათ აქვთ უმრავლესობა სწორედ აი ესეთი მექანიზმები. მაგრამ თუ თქვენ ორი მტრედი ჩასვით ერთ გალიაში,
ერთი ძალიან წყნარად და ღუღუნით მოკლავს მეორეს. ნელ-ნელა ესე უნისკარტებს, იმიტომ რომ იმათ არ აქვთ ასეთი მექანიზმი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ეს ხდება მხოლოდ ხელოვნურ იმაში, გარემოში, გალიაში. სხვანაირად ის გაფრინდებოდა უბრალოდ და მეორეს არ უღირს ენერგიის დახარჯვა გაკიდებაზე. მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ამ გლების ამბავი ეს არის მხოლოდ ევროპელ გლებს აქვთ. ამერიკელებს რატომღაც არ აქვთ. საოცარია. აი რაც შეეხება ცხოველთა და ინსტინქტურ აგრესიას. ხლა ადამიანთან არის თუ არა ალბათ მაგის კითხვა. კი, აუცილებლად შემდეგ კითხვა ეგ არის. კი, გარკვეულ როლს თამაშობს. და ეს არის დამოკიდებული ესეთი ჰორმონია ტესტოსტერონი იმისი დონეს სისხლში. მაღალი დონეს ადამიანს მიდრეკილია აგრესიისკენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ აგრესიული იქნება. და ამის შესანიშნავი მაგალითი არის იაპონია. იაპონელ მამაკაცებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე ტესტოსტერონის, მაგრამ ამავე დროს ესეთი ძალადობრივი აგრესია თანამედროვე იაპონიაში ნულს უახლოვდება, პრაქტიკულად არ არის. მაგრამ სამაგიეროდ ეს აგრესია არის გადასული კულტურულად მისაღებ ფორმებში. როგორც არის ეს იაპონური რაღაცა სისტემები, ხო? აიკიდო, კარატე, კენდო, ასე შემდეგ. ამას ძალიან ბევრი ადამიანი მისდევს, მაგრამ არასოდეს არ იყენებს რეალურ ცხოვრებაში. ამავე დროს ძალიან ესეთი სისასტიკეს ნახავთ ამერიკულ კი არა იაპონურ ფილმებში, რეკლამაში, ну მაგალითად თუ არ იყიდით, არ ვიცი რაღაცა ჩაის ჭიქას მოდის ნიანგი და გჭამთ რაღაც ასეთი შოუები, სადაც თითქოს ძალიან მხიარული და სასაცილოა, მაგრამ რეალურად ცემენ ჯოხით, ბამბუკის ჯოხით ვიღაცას. მაგრამ ეს სიცოცხლისთვის და იმისთვის სახიფათო არ არის და ასე რომ ძალადობრივი დანაშაული, აგრესიული იაპონიაში ძალიან ცოტაა. ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. კიდევ რა გითხრათ? კიდევ რა არის ერთი რამ? ესე იგი ადამიანის გენომი სქესს განსაზღვრავს ორი ქრომოსომა. ალბათ ეს კარგად არის ცნობილი ყველასთვის, რომ 2X არის ქალი, X და Y არის კაცი. მაგრამ ამის გარდა არის ბევრი დარღვევები, სადაც ამ ნორმარი დარღვეული, ან მეტია Y, მეტია X და ასე შემდეგ. და როგორც წესი, ასეთ ყოველ ასეთ დარღვევას აქვს თავისი გამოხატული ეგრეთ წოდებული სინდრომი, ანუ სიმპტომების ერთობლიობა და დაკავშირებულია საკმაოდ ძიმე შედეგებთან. ან სქესობრივად ვერ მწიფდებიან, ან ბავშვობაში კვდებიან, ან რაღაცა ასეთი. მაგრამ იყო ერთი დარღვევა, ახლა აღარ დავიწყებ რა კერძოდ, რომელიც ითვლებოდა, რომ თუ ბავშვმა ასეთი დარღვევით 3-4 წელს გადააცილა, მერე ნორმალური ჩვეულებრივი ადამიანი ხდება, ასე ითვლებოდა. მანამ სანამ 80-იან წლებში გონი ბრიტანეთის მთელი ციხეების მასშტაბით ჩაატარეს გენეტიკური კვლევა და აღმოჩნდა, რომ ეს დარღვევა პატიმრებში არის 20-ჯერ მეტი ვიდრე ნორმაში. ესე იგი, საერთოდ არის თუ არ ვწდები 1-2000 მამაკაცზე და იქ იყო 20-ჯერ მეტი, ესე იგი 40 თუ რაღაც ასეთი 20, მოკლედ ძალიან ხშირი. ატყდა, მაგრამ რა ატყდა? იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ თუ არსებობს გენეტიკურად განსაზღვრული დანაშაული, ანუ ასე ვთქვათ, მიდრეკილება დანაშაულისკენ, როგორ გინდა დასაჯო. იმიტომ რომ გენეტიკა სხვანაირად ვერ მოიქცევა. ძალიან სერიოზული ესეთი იურიდიული პრობლემაა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ესეთი ამ დარღვევის მქონე მამაკაცები, ჯერ ერთნაირად გამოიყურებიან, ერთნაირად როგორ, გვანან ერთმანეთს. რაღაც ერთად რომ დააყენონ, მიხვდნენ რაღაც საერთო აქვთ. მაგრამ გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ მათი ესე იგი დანაშაული, ყველა მათგანი იჯდა ციხეში არაძალადობრივი დანაშაულების გამო, რა თაღლითობა, რაღაცა იქ ხელმოწერის ფალსიფიცირება და რაღაც ასეთი.
და აღმოჩნდა რომ ასეთი დარღვევა თუ აქვს ბავშვს მის ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია, ოღონდ მეტი დრო უნდა და სპეციალური პროგრამა. რომ ეს არის რისკის ჯგუფი და მათ უფრო ძნელად ითვისებენ საზოგადოებრივ ნორმებს. ანუ მოდი მე ამას გავაკეთებ და ვერ შეამჩნევენ. მე თვითონ მახსოვს ბავშვობაში 3-4 წლის ასაკში ხურდებს პარავდი უფროსებს პარტო ჯიბიდან და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ შეამჩნევ. ხო არ შეიძლება მართლა ვერ ამჩნევ, შეიძლება ამჩნევდე. და არც არ მეუბნებოდა. მაგრამ ხო გესმით, აი როცა გაიზდები და ამას გააკეთებ რომ ვერ შეამჩნევენ, უკვე საშიშია. თუმცა ისე ვიმეორებ, ეს არ არის ძალადობრივი აგრესიული დანაშაულებისკენ მიდრეკილება. კი ბატონო, ეხლა თქვენ რო ახსენეთ იაპონიის მაგალითი. იქ ნუ არ არის აგრესია ნულზე დაყვანილი. არა, ნულზე არ არის. ნუ ძალიან დაბალია მოკლედ რო ვთქვათ. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს აგრესიული ქმედებები, იქ თეატრი იქნება თუ ასე შემდეგ, რეკლამა მე მაინტერესებს აი აგრესია სყურებამ რამდენად შეუძლია პიროვნება გახადოს აგრესიული. ხო, მაგალითად შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ისე შეიძლება არასწორი მაგალითია, მაგრამ ბავშვი შესაძაც უყურებს ძალადობას ოჯახში და მე თვითონაც მოძალადე. კი, ბავშვი რომ ძალადობას უყურებს ოჯახში და თვითონ განიცდის ძალადობას, ну 90%-ით შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ გაიზრდება თვითონაც ცემს თავის ბავშვს, თავის ცოლს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ ოჯახური ძალადობა და უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად. აბსოლუტურად. გარდა ამისა, აგრესიის ერთ-ერთი ფაქტორი არის იმიტაცია. ზოგ ბავშვი რო უყურებს ბევრ აგრესიულ ფილმი იქნება თუ რეალურ ძალადობას, ამას მიმართავს. და ეს ცნობილი ექსპერიმენტი გააკეთეს ასეთი. არსებობს ეგეთი ამერიკული სათამაშო Bobo Doll, ეგეთი ქვია, რეზინის ესეთი ადამიანის ფორმის რაღაცა ფიგურა, დიდი კეგლივით, ცოტა ადამიანს გავს და ვერ წააქცევ რა. ხო და აჩვენებდნენ ბავშვებს, ნახევარ ბავშვებს აჩვენებდნენ, როგორ ადამიანს უჭირავს ჯოხი და ამ Bobo Dolls ურტყავს და წევს და ფეხებს და მოკლედ აგრესიულად ექცევს. და მეორეს რაღაცა არა. და მე როდესაც ბავშვები შეუშვეს რეალურად ამან, აი ვინც უყურა ამას, ის უფრო მეტად ამჟღავნებდა აგრესიას. აქ კიდევ ერთი რამეა, რომ აგრესიას როდესაც სწავლა ქვია, დასწავლა, ნუ იმიტაციით, მას სულ უფრო და უფრო მეტი სჭირდება. ანუ არ კმაყოფილდება. არ კმაყოფილდება, დიახ, სამწუხაროდ. აი, ამის ასე ვთქვათ, მაგალითი არის სერიალი რემბო. ძალიან თითქოს დატვირთული აგრესიით, მაგრამ პირველ სერიაში არავინ არ კვდება. მეორეში 2 კაცი კვდება, მესამეში 20 და ბოლოში უკვე რემბოს გარდა ყველა კვდება. გესმით? აი როგორ განვითარდა ხო? რუსეთში მოხდა ესეთი ამბავი, ეს არის ვიდეო მაგნიტოფონები რო გამოჩნდა მაშინ და ნუ იყო ამ კასეტებით სირბილი და რაღაცა ქალაქში აღარ ვიცი სად მასწავლებელი და მოსწავლე ბიჭი ნუ ეს კასეტა ერთად უყურებდნენ ეს კასეტებს აძლევდნენ რაღაცას და მე აიღო და ეს მასწავლებელი მოკლა ამ ბიჭმა თან მოკლა როგორც რაღაც ერთ-ერთ ჰორორ ფილმში ელექტრო ხერხით დახერხა და რო კითხე შვილო რატო გააკეთე ესაო მაინტერესებდა რეალურად თუ შეიძლება ამის გაკეთება ანუ გარკვეულად აი ასეთ ფილმებისადმი თუ აქ ბავშვს დიდი ინტერესი იმას უნდა მიხედო ხო ანუ შეიძლება ეგეთ აი ხა თქვენაც მოყავით მაშინ მიდრეკილება ისეც იყო თქვათ ის ტესტოსტერონის დონე იყო მაღალი და მაგიტო კი შეიძლება მაგრამ ამის დადგენა შეიძლება ადრეულ ასაკში და მისი კორექცია ნამდვილად ეხლა როგორ არის ის კულტურა არის ყველაფერი ის რაც ჩვენ გადმოგვეცევა არაგენეტიკური გზით ანუ ლაპარაკი იმაზე რომ ქართული გენი არსებობს ეს არის ტყუილი ქართული ყური არ არსებობს ისე ქართული გენიც არ არსებობს ყველაფერი არის კულტურა ესე იგი და კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მათ შორის აგრესიის სადმი პოზიციით ზოგ კულტურებში სადაც
ასე ვთქვათ, ფასობს მეომრობა, ომი და ასე შემდეგ, ბავშვებს აღზრდიან ბიჭებს განსაკუთრებით აგრესიულად და ასწავლიან ჭხუბს და ბრძოლას და რა. სხვაგან არა. ძალიან ასეთი მშვიდობის მოყვარე და აგრესია არის აღკვეთილი. ბავშვებს ახლა მე ამას დაუბრუნდები. დუელი, რომელმაც შეიწირა უამრავი კარგი და ჭკვიანი და კეთილშობილი ადამიანი, საშინელი რაღაცა იყო. ესე იგი, დათვლილია, რომ 60,000-მდე ესა თავადაზნაური შეიწირა მარტო საფრანგეთში. მე-17-18 საუკუნეში. ორი გენიალური ფრანგი მათემატიკოსი. ორი გენიალური რუსი პოეტი. მაგრამ თავიდან დუელი ეს იყო, ასე ვთქვათ, კულტურული მეთოდი კონფლიქტის მოგვარებისა. და უსისხლოდ თავდებოდა. მერე გადაიზარდა უკვე აი ამ საშინელებაში. და კარდინალ რიშელიე, რომელსაც ასე გამეტებით ებრძოდნენ ჩვენი სახელოვანი მუშკეტერები, ჭკვიანი კაცი იყო და იმან აკრძალა ეს დუელები, ისე რომ ვინც მიიღებდა მონაწილეობას, თავს აჭრიდა. მაგრამ როგორ? აი ეს კუდაბზიკობა თავადაზნაურული საშინელი რამე იყო, მაგრამ დუელი პრინციპში ყველა კულტურაში არსებობს ამა თუ იმ სახით. ყველაზე ასე ჩემთვის მისაღები და გვაინტერესებს აუცილებლად. არის ინდიელი ხალხია, პუებლო ქვიათ, ცხოვრობენ მექსიკა და სამხრეთ შტატებში. და როდესაც კონფლიქტები ხდება, კონფლიქტი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და უკონფლიქტო ცხოვრება არ არსებობს. ამაზე შევთანხმდით. და თუ გნებავთ ამაზე ცალკე განაცემა მოვაწყოთ. მაგრამ კონფლიქტი რო ხდება ორ მამაკაც შორის მაგალითად, რაღაცა ვერ გაიყვეს. აქ აქვს დუელი ასეთი, რომ მოდიან ესეთი სპეციალური მორი აქვთ დიდი, იმაზე ჭდებიან, იღებენ არ ვიცი ბამბუკის რაღაც მსგავსი ჯოხებს და იწყებენ საშინელ რტმევას on არა ერთმანეთის, არამედ ამ მორის. და ვისი ჯოხიც ადრე გატყდება, ითვლება, რომ ის არის მართალი. იმიტომ რომ უფრო გაბრაზებულია. და ამის მერე ამას ხალხს უსვამს გულწრფელად რიგდებიან და მიდიან დასალევად ერთად. იხდის წაგებულია. ჩემთვის ძალიან კარგი. შესანიშნავი მეთოდოლოგია. ეხლა აგრესიის აღკვეთის მეთოდებიდან შეიძლება გამოყოთ მაგალითად სისხლის აღების წესი, რომელიც საქართველოს მთიან რაიონებშიც არ ვიცი ეხლა არის თუ არა, მაგრამ მგონი შემორჩენილი. აქ. ეხლა ეს შემოღებულია არა იმიტომ, რომ შურივიძიო, არამედ იმიტომ, რომ არ გააკეთო. დამსჯელობითი ფორმა. ხო, ეს არის ის, რომ შენ თუ ვიღაცას მოკლა, შეიძლება 100% იყო დარწმუნებული, შენც მოკლავენ. ან უნდა გადაიხვეწო სადღაც და რაღაცა ისე რომ ვერ გიპოვე, მაგრამ მაინც გიპოვია. და აღმოჩნდა სპეციალური გამოკვლევა გააკეთეს ამაზე გერმანელებმა საქართველოში, სწორედ რომ ეს წესი თავის როლს ასრულებდა სვანეთში. მანამ სანამ არ შემოვიდა ბევრი იარაღი საბჭოთა კავშირის დაშლის. ყველას ჰქონდა იარაღი და მარტივი იყო, ხო? მარტივი იყო და მოიმატა ესეთი ტრაგიკულმა ეპიზოდებმა და აღმოჩნდა, რომ ეს წესი უკვე ვეღარ მუშაობს. ანუ ყველა წესი და ყველა კულტურული დაწესება და ასე შემდეგ ეს არის მორგებული გარკვეულ კულტურულ გარემოს და რაღაცა თუ იცვლება, ანუ ეს უნდა შეიცვალოს ან ის, რომ მოერგოს ერთმანეთს. ხდება ხოლმე, როდესაც ვეღარ ასრულებს ესა თუ ის ინსტიტუტი ქვია, კულტურული ინსტიტუტი თავის ნორმას. და კულტურას რა მნიშვნელობა აქვს? ერთი კიდე კაი მაგალითი, რომ მექსიკაში ცნობილია ორი სოფელი, რომელიც არის ერთმანეთისგან 3 კილომეტრით დაშორებული. ერთი ჰავაა, ერთნაირად მოყავთ. ყველაფერი ერთნაირია, მაგრამ ერთში ცხოვრობს ბუნჩულა, წყნარი და მომღერალი ხალხი და მეორეში დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ საავადმყოფოში ან სასაფლაოზე არ გააჩიქჩიკონ, რატო? იმიტომ რომ იქ ჭხუბი მოსულა. და კიდე არა. ხო, დაშვებას. კი ბატონო, არსებობს ეგეთი ღირსების კულტურა.
რა სიგი რას ჩავთვლი მე რომ ჩემ ღირსებას შეეხი. აი მაგალითად ამერიკაში შეერთებულ შტატებში გააკეთეს ძალიან საინტერესო ცდა. ითვლება რომ სამხრეთელები უფრო ფიცხები არიან. და მართლაც ასეა. და გააკეთეს ცდა ასეთი, რომ მოდის დერეფანში ცდის პირს ვეძახით ვიზაც, თუმცა არ იცის ამის შესახებ. ერთ შემთხვევაში ჩრდილოელი, მეორე შემთხვევაში სამხრეთელი. და ჩვენი კაცი გაგზავნილი აქედან მიდის ეს ჯიქურ მის პირდაპირ საწინააღმდეგო. ხო მისკენ. აღმოჩნდა რომ სამხრეთელი მაქსიმალურად ცდილობს რომ აიცილოს შეჯახება. მაგრამ თუ ამან დაიჟინა და მხარი გაკრა ძალიან ესეთი მწვავე რეაქცია აქვს. და სამხრეთელი მაინდა-მაინც არ ცდილობს და თუ გაკარე კიდევაც გაიხედე რა სად იყურებ. ჩრდილოეთელი. ხო, შემეშე. ხო, ჩრდილოეთი. დიახ. ხო. გესმით, ხო? ხო. ეხლა საქართველოში ღირსების კულტურა ბიჭო, ჩემ გოგოს რას უყურებ? ხო? ან რაღაცა ასეთი. კი. განსაკუთრებით, აი საქართველოში ქორწილი იშვიათია ჩხუბის გარეშე. რატო? იმიტომ რომ ორი ჯგუფია. და ორივე აქვს ჩვენგანსთან, რომ ჩვენ ვართ ძმაკაცები და თქვენ ხართ მთავარი პირები, რა, ხო, პატარძლის ჯგუფი და შენ რაღაც. ხო. ანუ ბევრი ასეთი სიტუაციაა, სადაც კულტურა და საერთოდ აგრესია შეიძლება ამოხეთქოს, ან შეიძლება დაიდრუგოს. აი გადატანილი აგრესიის შესახებ ერთმა სტუდენტმა გოგომ შესანიშნავი მაგალითი მოიყვანა. მე ვთხოვე რომ მოიფიქრებდეთ, ასეთი რამ მომიყვა რომ დედამ არ გამიშვა სადღაც ზღვაზე თუ რაღაცა და ჩემ ოთახში შევედიო და საყვარელი სუნამო მივანარცხე კედელს. ეხლა ამ ეპიზოდში თითქოს არაფერი, რა მთავარი არის სიტყვა საყვარელი. ესმით რა არის? ისე არასაყვარელს სუნამოს ხელი არ ახ. საყვარელი ვინ არის? დედა. ანუ ჩანაცვლება დედის წინააღმდეგ ვერ მიმართავ აგრესიას. და რაღაცა სხვაზე გადაი. აი, რაც მაქსიმალურად შეიძლება გავდეს დედას. რა საინტერესოა გადატანის ის. ეხა ეს საყვარელი მე მახსენდება ჩემი ეპიზოდები ამის გასტემაზე და ძალიან დავაკავშირე, კი. აი საქართველოში ეს საქართველო რაღაცნაირად ხა მე რაც ჩემი თავი მახსოვს აღქმა მაქვს რომ აგრესიული ხალხი ვართ. ეს ტემპერამენტია, სამხრეთელობა თუ რასთან დაკავშირებული? ნუ ეს არის კულტურა ასეთი რა ჩაითვლება აგრესია და რა არა. და ეხლა ნუ მე უკვე რაღაც მე-7 ათეულში ვარ. და ნუ უკვე საკმაოდ სოლიდური საქართველოს ისტორიაში მიცხოვრია და იცვლება. ეს მაინტერესებდა. იცვლება. აი დაუშვათ ძალიან აგრესიული იყო 70-იანი, 80-იანი წლები. მე ეს ავარდა კიდევ უფრო როდესაც არავითარი ხელისუფლება არ იყო ფაქტიურად და ბანდიტები მართავდნენ ქვეყანას. მე დაწყნარდა. და ეხლა რო უყურებ მაგალითად გამოსვლებს ქუჩაში, გაგრესიული არ არის, წყნარია. ესმის რაც ადრე ასე არ იყო. უბრალოდ არის რაღაც აგრესიული, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. ასე რომ ეს იცვლება რა ფაქტორებზე დამოკიდებული, ეხლა არა ვარ მზად ამისთვის. რო ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია რომ იცვლება. კი, კი. ახლა 70-იან 80-იან წლებში ქუჩის ჩხუბი იყო ჩვეულებრივი რა. როგორც მაგალითად საბერძნეთში. ეს საინტერესო რაღაცა. საბერძნეთში ჩხუბი, მიჭრა, მოჭრა, მკვლელობაც კი იყო საკმაოდ გავრცელებული რამ და არ მახსოვს 50-იან თუ 60-იან წლებში ხუნტა, ნუ სამხედრო ხელისუფლება მოვიდა სათავეში, შავი პოლკოვნიკების ძალიან არასიმპათიური რეჟიმი იყო, მაგრამ ერთი კაი რამე გააკეთეს. ის რომ საშინელი ბრძოლა გამოუცხადეს აი ამ ქუჩის ომს. რა ქვია, ჩხუბს. ანუ თუ ჩხუბი მოხდა, ორივე სვამდნენ ციხეში დიდი ხნით და არ არკვევდნენ ვინ დაიწყო, ვინ არა და ასე შემდეგ და კიდე ფულს იმას ჯარიმას ახდევდნენ და მორჩა ახლა. და ჩემ ერთი ნაცნობი, რომელიც საბერძნეთში
მუშაობს დიდხანს და გონი ახლა იქ არის, იმან მომიყვა ძალიან საინტერესო რაღაცა. ეს ჭუბი შეწყდა. თავპირისპირება და დაჭრა, მაგრამ სხვა ფორმა მიიღო. ჭუბი არის, მაგრამ ორი კაც რომ მოვიო კონფლიქტი, დგანან და ღიპებს ურტყამენ ერთმანეთს. ეს ხელების და ფეხების ჩაურევი. და თანაც ერთმანეთს აგინებენ ისეთი ანატომიური და ფიზიოლოგიური დეტალების, ასე ვთქვათ, ხსენებით, რომ ქართულს ეს უთხრან, უნდა მოკლა მეორე რა, სხვა გამოსავალი. ეს აქ არა. მაგრამ ეს ჯობია ცხადია. რა თქმა უნდა, სიკვდილსა და ხელჩართულ აგრესიას. ანუ ეს დაშვებული გახდა, ხო, რაღაცა იმის რამოდენიმე ჯგუფის მხრიდან, რომ აი ესეთი გამოხატული აგრესია ყოფილიყო, ხო, რომ რაღაცა ღიბებით შერკინებოდნენ ერთმანეთს. აი რაღაცნაირად ეს აი მე ვნახე თურქეთში ქუჩის ჭუბი, კაი ჭუბი იყო რა, ესეთი მამაპაპური, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით სრული სიჩუმე. ხმას არიღებდა. შენი და არა. აი გაჩუბებული უბაგუნებდნენ ერთმანეთს. არ ვიცი ეგეც კულტურული საერთო ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო, ოკეი, როგორი განსხვავება. ალბათ იქით სკანდინავიის ქვეყნებში საერთოდ არ ჭუბა. ხო, იქ ალბათ არა. მაგრამ ერთ მაგალითს მაყობი პოლონეთში მქონდა ეგეთი შეგრძნება, რომ ძალიან აგრესიული ხალხი იყვნენ. მახსოვს რომ შევესწარი ბიჭმა გოგოს ბარში უღრიალა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისე რომ აი მუსიკაშიც გავიგეთ როგორი ღრიალი იყო ეს და თითქოს არც არაფერი და მეორე შემთხვევა იყო რომ კლუბში ვიდექი ეს ერთ ადგილას და გვერდით ვიღაც ადამიანი მედგა და წავიდა ეს და რაღაც კაი ადგილი იყო ეგ მომეწონა და დაველოდე ხო თუ დაბრუნდებოდა არ დავდგებოდი და არ მოვიდა კაი ხანი და დავდექი ეგ და მოვიდა და ძალიან მეჩხუბა რომ ეგო ჩემი ადგილი იყო და შენო მანდ როგორ ბედაო რომ დადგეთ ზოგი ბოდიში თქვა არ ვიცოდი თქვა და გავერიდე რა ხო ესეთი შეგრძნება მქონდა არ ვიცი ხო სასმლის ბრალი იყო თურისი მაგრამ შეიძლება არა არის რაღაცა ადგილობრივი კულტურული ესეთი რომელიც დარღვევა ჩაულებრივი ამბავით თქვენთვის და იმათთვის რაღაცა წენა და ასე კი და გარდა ყველაფრის არსებობს აგრესიის ფაქტორები ну გენეტიკური აღნიშნით და არის სიტუაციური ну მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ეგრეთ წოდებული ფრუსტრაცია ფრუსტრაცია ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს გაწბილებას მიზნის მიუღწევ მოკლედ ქუჩურ ჟარგონი როცა გაგიტყდება რაღაცა მოგესმით იმედგაცრუება შეგვიძლია დავარქვათ რაღაც კი ბატონო კი ხო და საერთოდ ითვლებოდა ერთ პერიოდში რომ ერთადერთი და მთავარი მიზეზია აგრესიის მე აღმოჩნდა რომ სხვა ესენიც არის მაგრამ ისე ნამდვილად არის აი უყურეთ მაგალითი რამდენიმე დრამატულ მაგალითს მოვიყვან ეხლა რომელი წელია მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონიაში მოხდა დიდი მიწისძვრა და დაინგრა ქალაქი იოკოჰამა ლამის მთლიანად და ნუ უამრავი უსახლკარო ადამიანები დადიან აქეთ-იქით და ნუ არიციან რა ქნან ტირიან წივიან და უცებ ვიღაცამ საიდანაც მოვიდა რომ ეს კორეული ის იყო დიასპორა იქ რაღაც დასახლება და მაგათი გაკეთებულია და მიადგენ და კი არ ამოხოცოს მაგრამ დაარბიეს თქვენი ბრალია როდესაც ეძებ ეგრეთ წოდებულ განტევების ვაცს განტევების ვაცის ბიბლიური ამბავია რომ წელიწადში ერთხელ იუდეველები გამოდიოდნენ სადაც უდაბნოს პირას გამოყავდათ ერთი საწყალი ვაცი ანუ თხა იმას სიმბოლურად აკიდებდნენ თელი თემის თუ ერის ცოდვებს და უშვებდნენ ამ უდაბნოში სადაც ეს შიმშილი ტყდებოდა ან ვიღაც რა ვიცი ტურები ჭამდნენ აი ასეთი სოციოლოგიაში და სოციალ-ფსიქოლოგიაში შემოსული ასეთი რამე რომ არსებობს განტევების ვაცები საზოგადოებებში ну ერთი ესეთი მაგალითი საინტერესო არის რომ ინგლისის ტახტის მემკვიდრე სანამ პატარა იყო იმის კარზე და სულ გვერდზე იყო ერთი უბრალო ფენებიდან მოყვანილი ბიჭი რომელსაც ერქვა ბიჭი ცემისთვის და როდესაც დააშავებდა პრინცი ცემდნენ ამას სოციალ მარკეტის აქტუარსები აღწერილი ხო და აზრი რა იყო ამაში რომ იმას უყარდებოდათ ერთმანეთი ნუ მეგობრო
და ამიტომ ეს პრინცი ცდილობდა არ დაეშავებია რომ ესე, მაგრამ ნუ ყოველთვის არ გამოდიოდა ხლა და პრინცი თუ ბოროტი აღმოჩნდა საწყალი ეს და აი დრამატული ამბავი ასეთი. ისე ხდება ეს სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ არ ვცდები, როდესაც სამხრეთ შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმი არის სერიოზული პრობლემა. და არავის მაინდამაინც არ აწუხებს. დიახ, რასისტები ვართ და ამას ღიად ამბობდნენ. და ხშირი იყო ჩაგვრა მკვლელობას ამ შავკანიანების. ხო და ვიღაცა ჟურნალისტმა აიღო და სტატისტიკური ცხრილები ერთმანეთს შეადარა და აღმოაჩინა ძალიან უცნაური დამთხვევა, რომ იმ წლებში, როდესაც სოფლიო ბაზარზე ვარდებოდა ბამბის ფასი, სამხრეთ შტატებში, ეს არის ჯორჯია, ალაბამა, ლუიზიანა და ასე შემდეგ, მატულობდა ლინჩის წესით შავკანიანების მკვლელობა. იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ ბამბაზე, ხო? არა, თითქოს რა ხდება? რა კავშირი შეიძლება იყოს? ძალიან მარტივი. ესე იგი, ბამბაზე ფასი ვარდება, ეს კოტრდება ფერმერი, რომელსაც ბამბა მოყავს და არის გაბრაზებული. და გაბრაზებას რასაც წინა სადამ კაი წელი იყო, არც მიაქცევდა ყურადღებას, ეხლა აი შეიძლება და ეს თავდებოდა ტრაგედიით. კი. მე რა ვფიქრე, იცით, შავკანიანები ხო ძირითადად ყავდათ მონებად და ისინი მუშაობდნენ მუშებად, ესე ვთქვა და ბამბის მოპოვებაზე ხო და გადაიტანდნენ დაჩაგრულ. ხო, თუმცა ანუ აი საქართველოში მოხდა. აი ასეთი რამ. ნუ ეს 90-იანი წლების 2000-იანი ზუსტად არ მოხდა, ეს ცნობილი პიროვნება მოკლეს. მკვლელობა, რომელიც დღემდე არ არის გახსნილი. და ნუ იყო ლაპარაკი რომ იმოკლა რა მოკლა და ხელისუფლება მაინდამაინც არ იბერტყავდა ყურს და ნუ უაყოფილება გახდა და მერე გაჩნდა ჭორი თუ აზრი თუ მოარული რომ იყო ჰომოსექსუალისტი და რაღაცნაირად დაწყნარდა საზოგადოება რომ ეგრეც მოუხდა. კი. ეგრე. ხო, კიდე დისკომფორტი. როდესაც დარღვეულია პირადი დისტანცია, იცით ხო რა არის ეს რაღაც, ნუ თქვენ კი მაგრამ. ის რაღაცა უხილავი წრე, რომელიც ჩემია. და იმაში შემოჭრა განიცდება როგორც ან დისკომფორტი, ან აგრესია. და ამიტომ, როდესაც ეს არის დარღვეული, აგრესიის დონე მატულობს. თუმცა კულტურების მიხედვით ეს პირადი ზონა იცვლება. თქვათ, სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან დიდია, იაპონიაში ცოტა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც დარღვევა იწვევს აგრესიას. აი მაგალითად, მუდმივი კონფლიქტის წყარო საბჭოთა დროს იყო კომუნალური ბინები. კომუნალური ბინა ეს არის 8-9 ოთახიანი რაღაცა სართული და თითო ოთახში არის 5 კაციანი ოჯახები ცხოვრობენ საერთო სამზარეულოთი, საერთო ტუალეტით, აბაზანით და ასე შემდეგ და მუდმივი კონფლიქტების და შეხლა შემოხლის. იმიტომ რომ პირადი სივრცე არ არსებობდა, ხო? ნუ არ არსებობდა ახლა, არ არსებობდა. შენთვის რო იყო მარტო და რაღაცა აკეთო, ვერ აკეთე. საშინელება. თუმცა ჩვენ ხო რაღაცნაირი ისეთი ერიც ვართ, აი მშობლების შვილებთან ცხოვრობთ დიდი ხანი. ხო. ანუ ახლა ჩვენ სხვა იმაში გადავდივართ კულტურულ ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი, ჩვენ ვართ კოლექტივისტური ქვეყანა, ორიენტირებული მცირე ჯგუფებზე. და აი ნუ ასეთ მეტაფორულად, ჩემი მცირე ჯგუფი არის ის ნუ 200-300 ადამიანი, ვინც მოვა ჩემ პანაშვიდზე. გესმით? და მცირე ჯგუფი არის რა, რომ ესე იგი, რომ ეხლა არა დაზღვევამ და საერთოდ ბევრმა ესე იგი ჩვენ განვიცდით ძალიან სწრაფ ცვლილებას, რომელიც თითქოს შეუმჩნეველი, ძალიან სწრაფია. ინდივიდუალიზაციას.
როდესაც შემოვიდა ისეთი რაღაცა, როგორც არის ინდივიდუალური ტელეფონები. და გესმით არა, მე რო ჩემ სიმპათიით ვისთან ვიყავი გოგოს მიმართ გაწყობილი და მინდოდა დამერეკა, მივდიოდი ქუჩაში და ვრეკავდი იქედან, იმიტომ რომ სახში მისმენდნენ მთელი ოჯახი და იმათ ბრალი კი არ არის, ნუ ეგრე იყო ერთი ტელეფონი. კომპიუტერი, მთელი ეს პლანშეტი და ასე შემდეგ, როდესაც შენი სამყარო გაქვს, რომელსაც მშობლების კონტროლი არ აქვს, ამას კარგი ელემენტებიც აქვს და ცუდიც, მაგრამ ამ შემთხვევაში დადებით, ამიტომ ინდივიდუალიზაცია ხდება. იგივე, აი ნახეთ, რამდენი ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებებია. სკუტერი, მოტოციკლეტი და ასე შემდეგ, ახლა ჩემ დროს ახალგაზრდა ბიჭისთვის ოცნება იყო მანქანა. და ახლა თუ ჯიპი იყო თლად, იმიტომ რომ დახურულია, დიდია, დაცული ხარ და ღონიერი. და ეხლა ღონიერი ხარ, მარტო ხარ და ღია. რაც სწორედ ინდივიდუალიზაციის მაჩვენებელია. და ეს საკმაოდ სწრაფად მიდის. ეს საიდან დავიწყეთ? ესე გკითხეთ მე, უბრალოდ რომ აი ჩვენ ერი როგორც კოლექტიური ერიდან გადავდივართ. ხო, ნუ აი ახლა გადავდივართ კოლექტივიზმიდან ინდივიდუალი, გაცილებით გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, ვინც ცალკე ცხოვრობს. და ახლა ჩვენ უცრავად გავწდით თემას. არ არის, ჩვენ ღია ვართ ყველა თემაზე. დავუბრუნდეთ უკან. კი ბატონო. ახლა მოდი კიდევ ნახოთ აგრესიის სახეები. აუცილებლად. არის მტრული, ყველაზე ცუდი. როდესაც მე მინდა რომ თქვენ იყოთ ცუდად. ამით ამას ვაკეთებ ან პირდაპირ ფიზიკურად, ან მაგალითად ანონიმურ წერილს წერ თქვენ იმას, ან რაღაცა საზღვრობას გიშვებით. ეს არის როდესაც მინდა რომ ცუდად იყოთ. და მეორე სახის არის ეგრეთ წოდებული ინსტრუმენტული. როდესაც მე თქვენ არაფერს არ გერჩით, მაგრამ იმისთვის რომ ჩემ მიზანს მივაღწიო, თქვენ ამაში მიშლით. ნუ მაგალითად, კარგი მაგალითია ფეხბურთში დამცველი, რომელიც ფეხს ტეხავს მოწინააღმდეგის ფორვარდს. იმას კი არ ერჩის. არ უნდა რომ იმან გოლი გაიტანოს. მიზანი აქვს რაღაც. ხო, სხვა მიზანია. ეს არის ინსტრუმენტული აგრესია. გარდა ამისა, აგრესია შეიძლება იყოს მომენტალური, რომ გადაირევი და ატეხავ, ან გადავადებული. ესე იგი, ადამიანები ბევრნაირი კლასიფიკაცია შეიძლება არსებობდეს, მათ შორის არის ფიცხი და ბოღმიანი. კი ბატონო. ფიცხი არის მომენტალური და ბოღმიანი, როდესაც ჩავიდებ გულში, როგორც გრაფ მონტე-კრისტო მაგალითად და ბევრი წლის მერე საშინელ, ასე ვთქვათ, შურისძიებას ვიკისრებ. აბა ვნახოთ ერთ პატარა ის გავაკეთე აქ. ხო. დისკომფორტი ვთქვით. პროვოკაცია და ესკალაცია აგრესიის. თქვენ ძალიან ძმა ყავთ? ძმა. უმცროსი თუ უფრო? პატარა. 10 წლით. ატვალებთ ხოლმე? ვატვალებდი. ხო. წარმოვიდგინეთ რომ გძინავთ, დაღლილი ხარ და მოვიდა პატარა თქვენი ძმა ან უფროსი და შეგიღიტინათ იმითი. ხო. ბალახითან რაღაც. საშინელი რეაქცია გაქვთ. ამას ქვია პროვოკაცია. და ესკალაცია ეგ რა გაყვირებს, ხალო ხორ გადაირიე, ვიყვირი შეყვირი და ესკალაცია მიდის ესე იზრდება და ბოლოს შეიძლება ცუდად დამთავრდეს. და ერთი შესანიშნავი ექსპერიმენტი არის ჩატარებული ამერიკაში. გაქვთ პულტი და ყავთ მოწაფე, ეგრეთ წოდებული. იმან უნდა პასუხი გასცეს თქვენ შეკითხვებზე და თუ არასწორი პასუხი გაგცათ, ურტყავთ დენს. აქა გაქვთ 10, 20, 50, 60 და ასე შემდეგ ვოლტი. სიამდვილეში რა თქმა უნდა არ არის ის თამაშოთ, მაგრამ თქვენ ის არიცით. და არის ასეთი ცდა, რომ ერთი ოთახია. თქვენ ამას აკეთებთ და ურტყავთ ამ და კედელზე კიდია ბადმინტონის ჩოგანი. და მეორე შემთხვევაში კიდია თოფი. და ამჟამად, როდესაც კიდია თოფი, დარტყმების რაოდენობა და ისა მეტია. ანუ აგრესიული საგანი თავისთავად
პროვოცირებას აკეთებს აგრესიის. ეს არის სერიოზული არგუმენტი იარაღის აკრძალვის არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტარების წინააღმდეგ, როცა გიდევს ჯიბეში გაქვს ტენდენცია რომ ის და ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო სახიფათოა ცეცხლსროლელი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ისური თითქოს შენ არ აკეთებ ამას, დანა მაინც კონტაქტურია, ხო გესმით? და თუ სახში არსებობს ეს რევოლვერი, პისტოლი და ასე შემდეგ, ვერავითარი ჩაკეტვები და კოდები ვერ შეაჩერებს თინეიჯერს იმას იპოვის და შეიძლება ძმაკაცთან ერთად აჩხაკუნოს და ბევრი შემთხვევა. კი, რო გასრო, კი. თუ შეიძლება ერთი ეს გამახსენდა ექსპერიმენტი ვუყურე, ორი ჯგუფი ყავდათ ადამიანების, რომლებიც შეუშვეს ბნელ ოთახში და უთხრეს, რომ რაღაც პაზლი იყო ასაწყობი და უნდა აეწყოთ ეს პაზლი. ასევე ქონდათ ქვემოთ რაღაცა ხილაკი და უთხრეს, რომ ამას რო დააჭერო, მეორე ოთახში გამაყრუებელი ხმა ისმისო და ხელს შეუშვდა, მოეგო ვინ პირველი აწყობდა. რამოდენიმე ჯგუფები შეუშვეს, იყო ჯგუფი რომელმაც და უთხრეს რომ მაგალითად 7 არის უკვე მომაკვდინებელი ხმა ისმის საშინელება არის 4 არის აი დასაშვები და აღმოჩნდა რომ სადაც 10 ჯგუფიდან მხოლოდ 2-მა აიყვანა 7 ვოლტზე დანარჩენმა ჯგუფებმა 4-მდე აიყვანეს ზოგმა საერთოდ თქვა რომ რატომ 2-მა მაინც აიყვანა სასიკვდილოდ ხო აი ეს მაინც ინდივიდუალურ იმამდე დავდივართ თუ აი რა არის ხოლმე ისეთ რა არის ხლა ეს არის კლასიკური ექსპერიმენტის ერთ-ერთი ვარიაცია. აი მე რო გითხართ კლავიატურა და კი, მაგაზე გამახსენე. ხო, ეს არის მილგრემის ექსპერიმენტი, როდესაც ის იყო დავალება ქონდა, რომ ყოველ შეცდომაზე უნდა მოგემატებია. და 300-ზე ეწერა very painful, ან ძალიან მტკივნეულია და 450-ზე სასიკვდილო. კი, და აღმოჩნდა საშინელი შედეგი მიიღეს. რომ რა თქმა უნდა სინამდვილეში არავით არის კი აქაც იგივენია მომაკვდინებელი არ არის ხო მაგრამ ეს ხო არ იცოდნენ იმას არ იცოდნენ და აღმოჩნდა რომ 67%-მა დააჭირა სასიკვდილოს და 100%-მა ყველაზე იმას ძალიან მტკივნეულს ხო და როდესაც წინასწარ გააკეთეს რომ თქვენი აზრით ჩვეულებრივი ამერიკელი რამდენს გააკეთებს რამდენი დააჭერს ამადამ ხილაკეს პასუხი იყო 0 ხო არ გაგიჟდით ახლა ვინ გააკეთებს ვინ გამიმეტებსო ხო და ნუ შოკი იყო მე იყო რომ სიამდვილეში მოიტყუეს არ არის ეგრე მაგრამ მე გაიმეორეს გადაიმეორეს და თურმე 66% კიდე კაი პროცენტია სხვადასხვა ქვეყნებში აღმოჩნდა რომ ასეთი რამ ესე ძალიან საინტერესო ის არის ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე სანდო პროფესიის წარმომადგენლად პროფესორი ხო ითვლება დიპლომირებული მედდა არა ექიმი აი სწორედ მედდა იმიტომ რომ ძალიან სერიოზული მოთხოვნები აქვს ნუ კარგი სპეციალისტები არიან ხო და აი აქ 21 მედდას დაურეკა მათთვის უცნობმა პროფესორიმან ექიმმა უთხრა რომ მე ვარ ავიცი ექიმი ჯონსონი და აი მეათე პალატაში რომ კაცი წევს წადი და იმას გაუკეთე 20 მილიგრამი იქვე დევს წამალი რომელიც რა წამალია იცოდა და ამ შეფუთვას წამლის პრეპარატს აწერია წითელი ასოებით რომ 10 მილიგრამზე მეტი არის სასიკვდილო 21-დან 20-მა ასე ვთქვათ, ცდილობა ქონდა რომ გაეკეთებია. ერთ-ერთმა ხანში შესულა მედამ მაინც გადაამოწმა სხვა ექიმთან. რატო? იმიტომ რომ ავტორიტეტია. და ხო. ავტორიტეტი იყო იმ შემთხვევაშიც, როდესაც დენსურტყავდნენ მილგრემის ექსპერიმენტში, იმიტომ რომ თვითონ მილგრემი იელის უნივერსიტეტის პროფესორი ძალიან ისეთი მკაცრად და შტამბეჭდავად ჩაცმული ამბობდა რომ თქვენ ვალდებული ხართ გააგზავნე. ხო, ეს არ ხდებოდა რომ წყნარად აჭერდნენ. განისტერიდან აუტკივა იქნებ შეუწყვიტოთ რაღაც არა ისე უნდა გააგრძელოთ და აი ესეთ შემთხვევაში ეს მოყვა რას ეს ექსპერიმენტი რომ ომის მერე გავრცელდა აზრი რომ გერმანელი ერი არის ავადმყოფი
თორე სხვანაირად ის რაც მოხდა მეორე სოფლიო ომის დროს ამ სახსნას აღნიშნა რომ არა ნებისმიერ თითქმის ნებისმიერ ერში ასეთი რამე არის შესაძლებელი თუ და რეჟიმი არის მით უფრო დამნაშავე და ცუდი თუ ამას აძლევს გაქანებას. ძალიან სამწუხაროა, ხო? ანუ ერთ კითხვას დაგისვათ შეიძლება ისეთი კითხვა, მაგრამ ადამიანური მიდრეკილება არის ეს თუ უბრალოდ ავტორიტეტი რო გეუბნება გააკეთე, შენ აკეთებ. ესე იგი რა, ესე იგი ორი რამე უნდა გავარჩიოთ. შენი ბუნებრივი აგრესია თუ ხარ ფსიქოპატი და გიხარია სხვა რო წვალობს ეს ერთია. ეს გამორიცხული იყო ამ ექსპერიმენტში. აქ არის სწორედ ავტორიტეტისადმი, რომ ექიმი რო გეუბნება შენზე მაღლა დგას. უნდა გააკეთო. იგივეს ამბობს გერმანელი ვიღაც კონცენტრაციული ბანაკის უფროს რა, ნუ ეგრე დამავალი სამუშაო იყო და მითხრეს რომ ეგრე. აი ასეთ რაღაცას რო აკეთებ, ავტორიტეტისადმი ეს არ უნდა ეს რაღაცნაირად უნდა იყოს შეზღუდული კანონმდებლობით და რეალური კანონმდებლობით. რომ არ გამოვიდეს საზოგადოებაში და არ განხორციელდეს. კიდე იცით რა მაინტერესებს, ეხლა უცებ კიდე გამახსენდა ერთი ზიმბარდოს სტენფორდის ექსპერიმენტი რა ჩატარდა. იქ მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მახსოვს, რამდენად დაფარული იყო პიროვნება, ანუ არ იცოდნენ ვინ იყო მაგალითად, ხო? არა, როგორ არ იცოდნენ? იცოდნენ ვინ? აი მაგალითად სახელი და გვარებით ესე იცოდნენ ვინ იყვნენ? კი იცოდნენ, ესე იგი მეშლება ხო. მე რა კითხვა მაქვს. უბრალოდ ამ ექსპერიმენტს რა არის, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები გადაიქცეს სადისტებად ხო? ხო. ძალაუფლება როდესაც შეიგრძნეს, ხო? დიახ. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ აგრესიას ქმნის არა პიროვნება, არამედ სოციალური გარემო, ვთქვათ ასე. თუ მიღებულია რომ მასწავლებელი ურტყამს სიტყვაზე მოსწავლეებს, მშობელი და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს რომ ის აგრესიულად გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში ექნება მიმღებლობა აგრესიისადმი. და მე როდესაც თქვათ გაიზრდება და რაღაცა არ ვიცი პრივილეგიებით და ძალაუფლებით ისარგებლებს, ეს გამოხატული იქნება მისი ქცევაში, ხო? შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს. თუ არ არის რაღაცა სხვა ფაქტორები, რომელიც ამას აკვეთავს ანდში. ხო. ძალიან საინტერესო. კი ბატონო, ფორმებზე გავაგრძელოთ საუბარი რა? ფორმებზე თითქოს გავიარეთ, მინდა კიდე ერთი აი სისხლის აღების წესი რომ ვახსენეთ. იგივე ლორენც, რომელიც არაერთხელ ვახსენე ამ ჩვენ შეხვედრაზე, აქ აღწერილი ასეთი რამ. მისი განცხადებით თვითონ ლორენც, ახლა მე არ ვიცი, ამბობს რომ ყველაზე აგრესიული ხალხი მსოფლიოში არის იუტას ტომის ინდიელები. ახლა მართლა ასეა თუ არ ვიცი, მაგრამ ნუ ერთ-ერთი დაუშვათ. და რა არის? ეს იუტა გაგიკვირდება და იუტას შტატში ცხოვრობენ და ნაწილი მათი დიდი ცხოვრობს რეზერვაციაში. ვინც არის ის რა რეზერვაცია? ეს არის ინდიელებისთვის გამოყოფილი ტერიტორია, სადაც შეგიძლია იცხოვრა ტრადიციული ცხოვრების წესით და მათ რაღაც პრივილეგიები აქვს, რომ ნადირობის თევზჭერის და რაღაცებთან კაზინოებია დაშვებული იქა და ამიტომ შემოსავალი. თუ გინდა, თუ არ გინდა, კი ბატონო ჩააბარე კოლეჯში გახდი აი იუტას რეზერვაცია არსებობს. ხო და აქ ამათ აქვს ასეთი კულტურული წესი, რომ იუტამ შეიძლება რამდენიც გინდა იჩხუბოს, დაჭრას, მოკლას, ვინც გინდა, მაგრამ არ შეიძლება მოკლას იუტა. თავისი თანა თემელი. ხო, ტომის წევრი. თანატომელი. ხო. თუ მოკლა, თვითონაც უნდა მოკვდეს. და თან მოკვდეს არა ისე რომ თქვათ ვიღაცა დაიჭერს და ეგზეკუციას ჩაუტარებს. არა. თვითონ უნდა ესე იგი მიაღწიოს ამას. ან თავი მოიკლას. ან და ესეთი სრულიად უაზრო და უიმედო ჩხუბში ჩაებას, თქვა 30 კაცში მუშტებით. ხო. სადაც ნაღდად მოკლავ. იცის რომ განწირულია. იცის რომ განწირულია.
და აი აქ მოხდა ასეთი რამ, რომ რაღაცა ბარში ორმა იუტა მიჩხუბეს. ჩხუბი მოსულა თავპირისპირად. ერთმა მეორეს დაარტყა, თავი დაარტყა რაღაცას. წოეტიანს და მოკვდა. ეხლა ამ რეზერვაციაში არსებობს პოლიციის პოსტი თუ ოფისი, სადაც სერჟანტი არის თეთრი და როგორც ირკვევა იდიოტი და კონსტებლი ანუ ჩვეულებრივი პოლიციელი რიგითი არის იუტა. გავრცელდა ეს ამბავი, გავიგეთ რომ კვლელობა მოხდა და ეს სერჟანტი ეუბნება წადი დაიჭირე ისაო. კვლელიო. ეს პასუხობს რომ ეხლა იმას სიკვდილი უნდაო. ამიტომ აუცილებლად გამიწევს შეიარაღებულ დაპირისპირებას. ხო, წინააღმდეგობას. ამიტომ უნდა ვესროლოო და მოკლაო. და რომ მოკლაო, მე მეც უნდა მოკვდეო და არ მინდა. ესმით? და იდიოტიზმობა იმაში გამოიხატება, რომ ამან დაიჟინა, რომ არაო, კანონი ეგრე გეუნებაო და გააგზავნა. ეს დასაჭერად იმან სროლა ატეხა, ამან ეცე მოკლა და მე მოიკლა თავი. მაგრამ რო დააკვირდეთ, ძალიან სერიოზული ესეთი ინსტიტუტია აგრესიის აღკვეთის. და შენი ტომის თუ გნებავთ შესანარჩუნებლად. შესანიშნავი მაგალითია. ეს პირველად გავიგე და ძალიან საინტერესოა, როგორ უფრთხილდებიან რაღაც ერთმანეთს, ხო? თითქოს ერთი შეხედვით ცოტა ბრუტალური სინია ძალიან. მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც მედიტიერ. ხო. ანუ დამსჯელობითი ქმედებები მუშაობს აგრესიის ასახკვეთად? ნაწილობრივ მუშაობს, მაგრამ იცით რა არის? აი თუ არის ძალიან მკაცრი ზომები, ფიზიკური ან რაღაცა. ამას ადამიანი აკეთებს არა იმიტომ, რომ ჩათვლის, რომ აგრესია არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ არ დაისაჯოს. როგორც კი ეს საფრთხე მოიხსნება, უარეს გააკეთებს. ამიტომ თავარი და ასე ვთქვათ, მიუღწეველი ჯერჯერობით ამოცანა არის ის, რომ აღზარდოთ ადამიანი ისე, რომ მან არ გააკეთოს ეს აგრესიული საქციელი არ ჩაიდინოს თუ რაღაცა სხვა, იმიტომ რომ იცის რომ ეს არის ცუდი. ხო, აი, როცა გვხდება ხოლმე რაღაც საქართველოს არ ვლაპარაკობ მხოლოდ აი აგრესიული დაშლის მეთოდები, ხო, რაღაც საპროტესტო აქციების და რაღაც ეს შეშინების ფორმა არის, რომ მე აღარ გაიმეორონ ადამიანებმა. ვიცით რა გააჩნია რა მეთოდებია ახლა, თუ რაღაც მხუთავ გაზებს გაუშვებ ეს ერთია, თუ წყალს კიდე რაღაც ისეთი არ არის ბოროტი. ხო. თუმცა ზამთარში არ არის კაი. ნუ ეს დამოკიდებულია რეჟიმის ვთქვათ ასე ზნეობაზე. კი ბატონო. და ერთი რაღაც ფრაზა წავიკითხე, არ ვიცი რამდენად, იმიტომ რომ განვიხილოთ აგრესია თუ არ მიაღწევს თავისას, ან რაღაცა ითქვათ იმედგაცრუების ფონზე გაჩნდა აგრესია. თავისას თუ არ მიაღწევსო დადებით კონტექსტში, ან არ დაისჯებაო, აუცილებლად განილდებაო. ვიცი. არა ვარ დარწმუნებული ასე. გააჩნია რა აგრესია ახლა. ნუ იცით რა თუ ახლა რა ვიცი კონფეტი არ მომცეს მე ამას თელი ცხოვრება ალბათ არ ჩავიდებ. მაგრამ თუ ეს ხდება მუდმივად, თუ ჩემ უფროს მას აძლევენ და მე არა, რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცაში გამოიხატოს ან ფსიქიკურ აშლილობაში ან აგრესიულობაში, ვთქვათ იმათ მიმართ ვისი დაჩაგვრა შემიძლია. ასე რომ იცით რა არის ასეთი ერთნიშნულოვანი პასუხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ერთი რასაც მინდა რომ მეკითხა ახლა კეთილად კიდე, აი კონტროლის ერთ-ერთი აგრესიის ფორმა ხო არის პროაქტიული აგრესია. როდესაც არის თავდასხმის, ანუ მე ვესხმე ვიღაცას თავს. რო ის არ დამესხას? ხო, ანუ თავდაცვითი, თავდასხმითი აგრესია, რომ მე ვიღაცა არ დამესხას. ნუ თითქოს ყველა აგრესორი ამას ამბობს, ხო. ხო, რომ რუსეთი, უკრაინაც შეერო, ის არ შემოვარდნილიყო. ხო. და გერმანიაც კი ბატონო. აგრესიის ფორმებმა ხო რაღაცნაირად იცვალა თავისი
ფორმები და ვთქვათ პირდაპირ ფიზიკური აგრესიის გარდა მაგალითად ჩვენ საზოგადოებებში ზოგადად არსებობს ესეთი ბულინგის ხო ძალიან სერიოზული პრობლემაა. კი ვისაუბროთ ბულინგზე მე ამაზე არ მიმუშავია, მაგრამ ზოგადად ყველაფერს მოაქვს თავისი უარყოფითი მხარე აქვს. მათ შორის ინტერნეტს ხადია. მე მაგალითად ხშირად თამაშობ ჭადრაკს ონლაინ. და ერთმა ისეთი რაღაცები მოუწერა, გამისკდა გული. მოუგე რა. ხო, გაბრაზდა. ხო, გაბრაზდა და უკანასკნელი სიტყვებით ინგლისურად. ახლა არაფერი, მაგრამ ვიღაცას ეს მოქმედებს. ვიცი, სერიოზული პრობლემაა. საერთოდ ბულინგი იგივე იაპონიაში ვთქვათ, ძალიან საინტერესოა, რომ ბულინგი ითვლება დადებით რამე. ხო. ლაპარაკია ჯარზე და განსაკუთრებით სკოლაში უფროსები რო ჩაგრავენ უმცროსებს. ითვლება რომ ამ ხრივ ამ უმცროსი ასე ვთქვათ მისი ხასიათი მაგრდება, ხო, იწრთობა და რაღაცა ასეთი. იაპონელები არიან. მე მგონია რომ საერთოდ ცუდი რამეა. იმიტომ მე თვითონაც განმიცდია უფროს კლასელებისგანაც და ალბათ ყველას. ყველას განმიცდია. ხო, არ არის კარგი რამე და ამას უნდა ებრძოლო, იმიტომ რომ შეიძლება გაზარდო ასე ფსიქოპათი. და მანიაკი და რაღაცა ასეთი. კი, გესახმებით. და ძალიან მარტივია ხა რაც პოდკასტი გავაკეთე და ეგ კომენტარები მოდის და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში არის ხოლმე რომ აი ფარულად ცდილობენ თითქოს რაღაცა აკაუნტ შექმნიან, სადაც აი სულ ცინცხალს გაკეთებულს და წერენ საშინელებებს, აი საზიზღრობებს და რო გადახვალ არ იცი ვინ არის რეალურად, ვინ წერს, ანუ არაფერს ამოფარებულები. ხო, ეგ ერთ-ერთი ის არის, აი საბჭოთა დროს იყო ანონიმური წერილები. ხო. რომელიც ითვლებოდა რომ არ უნდა მიაქციო ყურადღება, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა აქცევდა. ყველა კი არა, ფაქტიურად ჩაშვება რა. აღარ ვამბობ 30-იან წლებში რა ხდებოდა. ესე იგი ანონიმური აგრესია ეგეც ფსიქოპათიური სიამოვნების მომგვრელია, რომ მე ესე იგი არა გაქვს ძალაუფლება რეალურ ცხოვრებაში და ამას აკეთებ, ვიღაცას ცუდს უკეთებ შენზე კარგს. ან სოციალურად უფრო მაღალ დონეზე, ან უბრალოდ კაი ადამიანია და შენ იმისი გშურს. ხო. და ამიტომ უფუჭებს საქმეს, ან საერთოდ ციხეში სულ. რაღაცა შეუმდგარი ადამიანის საქციელია, ხო, ძირითადად ასეა. და გინდა რომ სხვა დააზარო და ატკინო და რაღაც ზოგ შემთხვევაში გაანადგურო კიდეც ახლა რაღაცები ძალიან ცუდი. კი ბატონო, მე ძალიან მინდა რომ ვისაუბროთ პასიურ აგრესიაზე. ჩვენ სანამ შემოვიდოდით მაგაზეც გესაუბრეთ და საერთოდ აი წავიკითხე ესეთი რაღაც რომ პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი ფორმატი შეიძლება ჩაითვალოს პასიური აგრესიული. პასიური აგრესია კი არა, ეს არის უფრო აი ეს ფრუსტრაცია, რომელსაც ვამბობ, როდესაც შენ განიცდი რაღაცა არასრულფასოვნებას. ან თუ გნებავთ ბულინგის ის ახარ ცხვერბლი. ან რაღაცა ასეთი და არა გაქვს, უბრალოდ ფიზიკურად არა გაქვს შურის ძიების კი არა, რაღაც საკადრისი პასუხის გაცემის თავი თუ რაღაც, ხო? და მაშინ ზოგი ადამიანი ეძიებს აი ესეთ გზებს. როგორც არის მაგალითად რესტორანში ოფიციანტმა შეიძლება ჩაგიფურთხოს ერთში თუ რაშიც არის. აი რაღაცა ასეთ. ახლა ზოგჯერ ეს დამსახურებულია თქვენ ზოგჯერ არა. კი. ამიტომ ყოველთვის ჯობია გამოუშვა ეს ბოლო, მაგრამ ეს ადვილი სათქმელია და რეალურ ცხოვრებაში ესე მარტივად არ ხდება. ხო. და ბავშვი თუ ხარ, მით უმეტეს ძნელია. და სწორედ ახლა შეიძლება ცოტა ისეთი სუბუქი მაგალითია, სერიალი გადის ამერიკული, ქვია დამნაშავის Criminal Mind. დამნაშავის გონება, ან რაღაცა ასე. სადაც არის ძირითადად რაღაც სპეციალური ისე ქვეგანაყოფი FBI-ში, რომელიც დაძდებს მანიაკებს და
ასე შემდეგ, სერიულ კვლევებს და ირკვევა რომ ყველასი, ნუ ახლა ეს ფილმია და მაგრამ არც ისე შორს არის. ყველა ასეთი ფსიქოპატის მიზეზი არის ბავშვური ტრავმა. ხო. ან ძალადობა, ან იქ ვიღაცა ძმა, რაღაცა ასე. ანუ რეალურად მაინც ბავშვობაზე დავდივართ ხოლმე, ხო, როგორც ესეთი რაღაცა. ხო, ნუ იცით რა, ეს არის ფსიქოანალიტური სკოლა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ესვები ბავშვობაში უნდა ვეძოთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. აი რა რიგ შემთხვევებში როდის არის, როცა არ არის ეგრე. ანუ ძალიან შორს აგვიყოს. არა ვიცი, ერთი მაგალითი მინდა ძალიან რომ. არა, ნუ შეიძლება ხოლმე დასდასრული ადამიანი უცებ მოხდეს ისეთ გარემოში და ბევრი ლიტერატურა არსებობს ამის შესახებ, კარგი ადამიანი როგორ ხდება ცუდი. ხო. ეს შეიძლება იყოს რეჟიმი ასეთი, რომელიც აი კომუნისტურის და ნაცისტურის მაგერ გიბიძგებს იმისკენ, რომ გახდე მკვლელი და კაცთმოძულე. და ხლა არსებობს ეგეთი საერთოდ საზოგადოებაში ასეა რომ 5% ადამიანებისა ყოველთვის იქნება ერთგული თავისი პრინციპებისა. როგორი პრინციპებიც არ უნდა იყოს. შეიძლება იყოს, რა ვიცი, ქურდული გაგება და შეიძლება იყოს მაღალი ქრისტიანული ღირებულებები. 10-12% ყოველთვის დაარღვევს არსებულ წესებს. აი დარჩენილი 80-85% მოიქცევა ისე, როგორც იქცევა უმრავლესობა. თუ რეჟიმი, თავრობა და ასე შემდეგ მოახერხეს, რომ დადებითი ღირებულებები, წესები და ასე შემდეგ დაამკვიდროს, მოიქცევა ასე. თუ არა და ზუსტად ეს 85% შეიძლება გახდეს გაავებული ბრბო, როგორც ისევ საბჭოთა კავშირში ან გერმანიაში იყო, საბჭოთა 30-იან წლებს გულისხმობ. სამწუხაროა. პასიურ აგრესიაზე ჩავიხედები რაღაცა მინდა დამიგო. აი ესეთი ფრაზებიო, წავიკითხე რომ ესეთი ფრაზები ახასიათებს, როგორც შენ გინდა ისე მოიქეცი. მე მაგალითად მე არ გაინტერესებ რაღაცა ესეთი მანიპულაცია სტილობენ წყენითო, გაბუტვითო, ხო? მე სხვათა შორის ეხლა ანუ დროდესაც თქვენთან შესახვედრად ვემზადებოდი ეს რაცებს კითხულობდი, აღმოვაჩინე რომ თურმე მეც ხშირად მიმემართავს პასიური აგრესიისთვის. პასიური აგრესია, მანიპულაცია ხარ არის ყოველთვის პასიური აგრესია. პასიური აგრესია არის, როდესაც გინდა ზიანი მიაყენო. ხო. დომინირება მოახდინო? დომინირება თუ გინდა გახადო მსხვერპლი, კი, რა თქმა უნდა. ხო. ეს არის სადიზმის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ყავს ვიღაცა, რომელსაც სულ აბულინგებ და აწვალებ და ასე შემდეგ. ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მანიპულირება ხო კარგია ცუდიაზე არ არის ლაპარაკი. მანიპულირება არის, როდესაც სხვას აკეთებიებ იმას, რაც გინდა რომ გააკეთო. ყოველთვის ცუდი ეს არ არის. ხო იცით რა, როდესაც მშობელი აჩვენებს მაგალითს, როგორ უნდა ვთქვათ, ხელების დაბანა ჭამის წინ. და ასე შემდეგ და ბავშვი ამას მიბაწევს, ეს მანიპულირება ცხადია და ძალიანაც დადებითი რამეა. მაგრამ მანიპულირება ზოგჯერ არის, ნუ ბევრი იმაში წიგში და რეალურ იმაშიც არის, როდესაც ვთქვათ, უბიძგებ რაღაცა ცუდის გასაკეთებლად, რაც და საბოლოო ჯამში თუ ისჯება ის. ასეთი ასე ვთქვათ, თავკაცები, იმის კრიმინალური დაჯგუფებები სწორედ ასე იქცევიან. კი ბატონო, ხო, მე რატო იცით, აი გამახსენდა რომ მაგალითად როგორ გამომიყენებია რაღაცა გაბუტვა, რომ გაეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა რომ გაეკეთებინა. ბავშვი რო იწყებს ტირილს და ბღავს, ფაქტიურად მანიპულაციაზე კამპეც აძლევს და ეფერები და ჩუქნი ახალ დათუნიას. კი, რასაც გინდა იმას გაეკეთებინა. მანიპულატორი ბავშვები არის სავსე. ხო. და ეგ რა არის, რომ ერთხელ დაჯილდოვდა და იგივე ეს გაკეთება უნდა, იგივე სიტყობს, იცის მექანიზმი, ხო? ხო, ნუ ხდება რომ თავის ხო ამაღალი ღრიალი. მაგალითად
ისე თავის მიზანს ამითი აღწევს. და თან ძალიან კარგად იცის ვისთან, მამასთან, დედასთან თუ ბებია ბაბუასთან, რომლებთანაც უფრო მადვილი სამანიპულირებელი არიან ცხადია. და ამას ძალიან ადრე სწავლობს და ზოგი იყიდებს, ზოგი არა, რა თქმა უნდა. ხო. რაღაც მომენტში თან მგონია რომ შობელით ასწავლის მაგას, რომ ეგ მექანიზმი არის ერთ-ერთი რომელიც შეუძლია გამოიყენოს. ყოველგვარად ვერც ისწავლის, ხო? კი ბატონო, იცით რა, აქ შემთხვევაში თლათ აგრესია ეს არ არის. ხო. მიზნის მიღწევა, რა მინდა და არა ის რომ სხვას მივაყენო ზიანი. ამიტომ ეს არ არის აგრესია. სხვა რამე. არ არის აგრესია. ანუ მე თუ თქვენ გაკეთებინებთ რაღაცას, რაც მე მინდა რომ გაკეთებინათ, რომ მე კონკრეტულ მიზანს მივახციო, ეს აგრესიაში არ ითვლება. არა. ამ შემთხვევაში მე ვარ თქვენი, თქვათ ისე იარაღი, თქვენი მიზნის მისაღწევად. ხო. და თქვენ რო გინდოდეთ რომ მე ვიყო ცუდად, აი ეს იქნება აგრესია. უკვე აგრესია, ხო. ასევე მინდა რომ შეიძლება რა თქმა უნდა манипуляция იყოს სხვისი ხელით ვიღაცა მესამე პირი ზიანი მიაყენო. რა თქმა უნდა ეს აგრესია იქნება. ხო. იმიტომ რომ ეს პასიური აგრესიული ხალხი ხო პირდაპირ არ გადმოდის აგრესიაზე, ხო? აი რაღაცნაირად ქვემოდან ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს ისე რომ პირდაპირ არ პირობითად ვიძახი, ხელით არ შეგეხოს სიტყვიერად, არ მოგაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება მესამე პირთან მივიდეს რაღაცა ილაპარაკოს, რომ რეპუტაციული რისკი დადგეს, ხო? ესეთი რაღაცები ხო ძალიან ხშირია. კი ბატონო. გაზლაითინგი ეგეთი ტერმინი არსებობს. აგვიხსენით ეს და ცოტა მინდა რომ მაგაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია უკვე ესეთი ფსიქოლოგიური манипуляციის ფორმები. არ ვიცი რამდენად ხშირია. გაზლაითინგი მაშინ ვთქვათ რა არის. ეს იყო ჯერ წიგნი და მერე ფილმი, სადაც ქმარი და ცოლი ამ ქმარს აყვარელი ყავს და ცოლის მოშორება უნდა რომ გააგიჟოს რეალურად. და ამიტომ ყოველ დღე ერთ დროს რაღაცა აკეთებს რომ მაშინ გაზის ისენი იყო სანა განმანათებელი რაღაცა ნატურები და უცებ იკლებს და რამდენიმე წამში ისე მოდის. არავით არის მიზეზი ამას არ აქვს და ეს ქალი ნელ-ნელა ჭკუიდან იშლება და როდესაც იმაზე მისული თვითმკვლელობის პირას, დაიჭერენ იმ კაცს, რაღაცა ყველაფერი კარგად თავდება. რამის მერე დაერქვა ასეთ რაღაცას, როდესაც ხდება ისეთი რამე, რაც არ მესმის რა. და ვიღაცა ამას აწყობს სპეციალურად ისევ манипуляციის ან რაღაცა სხვა მიზეზების მისაღწევად. ძალიან გახშირდა, არ ვიცი თქვენ რა მონაცემები. ურთიერთობებში, ანუ ეს რა თქმა უნდა ისე დაკვირვებით, აი ტოქსიკურ ურთიერთობებში ეძახიან, ხო? ტოქსიკური ურთიერთობები ყოველთვის იყო და იქნება. ხო, რაღაცა არ არის ახალი დროის. შეიძლება უბრალოდ მე გავიზარდე და ეხლა ვაწარმოე დაკვირვება, ხო, მაგრამ ანუ არის საკმაოდ, როცა ისე რეალობას, რომ შენ ეს არ მომხდარა, ახლა შენ თქვენ რასაც ამბობთ და ეს თქვენ გეჩვენებათ. არა და მე ვიცი ზუსტად რომ ეს მომხდარა, ხო? და აი როგორ რანაირად უნდა დამარწმუნოს ადამიანს? შეიძლება ხა ძალიან ბავშვი კითხოს, არ ვიცი, მაგრამ მაინც დავსვავ. რანაირად უნდა დამარწმუნოს მე ადამიანმა, რომ რაღაც არ მომხდარა, როცა ზუსტად ვიცი რომ მოხდა, ანუ მომსწრე ვარ ფაქტის, იქ ვიყავი და მოხდა. არ ვიცი. იცით რა არის ხლა? ფსიქიურად დაავადებული ადამიანი, მაგალითად მე შეიძლება ვთქვა, რომ არ ვიცი, ჩაიდანი. და ვერაფერი ვერ გადამარწმუნებს, რომ ეს ასე არ არის. და თუ ამას ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ თქვენ არ ახართ შიზოფრენი დაავადებული, არ ვიცი, შეიძლება ის თქვენი პარტნიორი თუ ვინც არის, მოლაპარაკი ის ვერ არის კარგად. ან მართლა манипуляციის ან ბულინგის მსხვერპლი ხართ, ან მიზანი, ზუსტად არ ვიცი. ამიტომ ეს ყოველთვის ინდივიდუალურია, ყოველი კონფლიქტი და ყოველი რა ვიცი, ურთიერთობების
ნებისმიერი ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან. და რეალურად მიზანი ხომ მაგისი არის, რომ მე ჩემი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი რომ ჩემი თვითდაჯერება დააგდოს ადამიანმა, ხო? თვითშეფასება. თვითშეფასება უბრალოდ, ხო, და შეიძლება არის მიზანი რომ დაგჭაგროთ, რომ შეიძლება თავისი დაბალი თვითშეფასების ამაღლების მიზნით სხვა დააკნინოს. მაგრამ მე მგონი ჩვენ გადაუხვიეთ. არა, აქ ხო ისე არ გვაქვს. შეგვიძლია ბევრ რაღაცას გადავედოთ და გადმოვედოთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ერთ-ერთი თვითშეფასების განადგურება იყო, რომ რაღაცა მე ჩემთვის უთქვამთ, მე გამახსენდა ამას ვკითხულობდი, რომ შენ ზედმეტად ემოციური ხარ და ესე არ არის, როგორც შენ აღიქვა და შენ ახლა პანიკაში ხარ და შენ ახლა ის და შენ ახლა ის, მაგრამ მე თომას განვიცდი რეალურად. ხო, მაგრამ იცით რა არის ზედმეტი ემოციურობა მართლა არსებობს, ხო? კი, რა თქმა უნდა. და შეიძლება ამისი კორექცია საკმაოდ მარტივად. კი. ახლა არ ვიცი თუ ეს გნახეთ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, უნდა კარგად ვიცოდე. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ხო, ერთ-ერთი იყო, რომ პოლიტიკაშიც და მედიაშიც მოკლედ იყენებენ ამ გაზლაიტინგს, რომ რაღაცა კრიზისი არ არსებობს. შემოვარდება ირანი, ან რუსეთი, ან არ შემოვარდება და ასე შემდეგ. ხო, კი ბატონო. არსებობს რაღაცა საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც მართავს თელ სოფლიოს, არქივი. კი ბატონო. კარგით, მაშინ დავუბრუნდეთ ცოტა ჟურნალის თემისგან და აგრესიის გამოხატულებებზე კულტურის იქით რა. აი მაგალითად ერთი მაგალითი. მე და მაინტერესებს აიცით რა კითხვას ჩამოვაყალიბებთ ამ გონებაში. რამ რისი უფლება მაქვს რომ გამოვხატო? მე შეიძლება ძალიან მინდოდეს ვიღაცა მაწყენინა და ვუყვირო. შევიკავოს ჩემში აგრესია, რომ მე გამოვხატო და თავისუფლება განვიცადო იმ მომენტში, რომ ჩემი აგრესია გავუშვიგარეთ და არსად აღარ მიმაქეს იმ აგრესია პირდაპირ ადრესატთან არის მიმართული. აი გამოხატვის თავისუფლება თუ აი ეს რაღაცა საშუალება როგორ არის აგრესიასთან მიმართებით? ისევ კულტურასთან მივდივართ, სოციუმთან მივდივართ, ხო? ხო. ეხლა დავუშვათ ისა ეხლა ზოგიერთ მუსლიმურ კულტურაში, ქალის ცემა არის ჩვეულებრივი ამბავი და კაცის უფლება. ზოგადად საკაცობრიო, არ ვიცი, თვალსაზრისით ბარბაროსობაა და უნდა გამოვიდეთ. ის ამბობს, რომ აგერ ამ მოლამ მითხრა, რომ კი შეგილია. კულტურა რა არის? ჩვეულებრივი მიღებული წესი. მიღებული წესია. ეხლა პირდაპირი აგრესია ყველგან არის რაღაცნაირად შეზღუდული, მაგრამ სხვადასხვა არსებობს კანონმდებლობა და კულტურული წესები სხვადასხვა რამეა. ვიღაცას შური რო ვიძიო, ვიღაცა მოუკლა, იმიტომ რომ მან ჩემი მეგობარი მოკლა სიტყვაზე, ამას რა გარკვეულ წრეში მოყვება ის კი არა რომ ვიღაცა იტყვის როგორ შეიძლება და არა, პირიქით ესე უნდა გაგეკეთებია და საღოლ და ხა უნდა ჩაჯდეთ ციხეში, რასიზა ცუდი ისა ყავს კანონები გაქვს. ასე რომ კულტურა აქაც გადამწყვეტი რამე ვის და რა შეიძლება აკადრობოთ, ვთქვა და ასე. ეხლა ბავშვების ცემა და ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა თელ სოფლიოში, მაგრამ არსებობს ზღვარი, როდესაც მე მაქვს უფლება ცოლის ცემისა. ამას მაძლევს რაღაც, რავი, ჩემი რელიგიური ან რაღაც კულტურული ტრადიციები. და როდესაც არა მაქვს, მაგრამ მაინც ვცემ. ვიცი რომ ცუც ვაკეთებ. გესმით? აი ამერიკულ ფილმებში ხშირად ნახავთ ხოლმე რომ რაღაც 3-4 რაღაც ბანდიტი იკრიბება და მოდი ეს გავაკეთოთ და ვიღაცა მოვკლათ და მაგრამ ეს ხო უკანონობაა, ერთი მეორეს ეუბნება. იცის ამის შესახებ. და იცის რომ ციხეში ჩასვამენ. ეხლა ვთქვათ ქურდული გაგების ადამიანი თulis რომ ქურდობა არის მისი უფლება. გესმით? და პირიქით გაისაკეთებს ამით. ხო. განსხვავებას ხო ხედავთ? კულტურული განსხვავებაა, რა თქმა უნდა. კი ბატონო.
აი რა შეშებილია გიბა. არა. და მაინტერესებს აი შეკავებული აგრესია რამდენად. შეკავებული აგრესია არის ცუდი რამ. იმიტომ რომ შეიძლება ერთხელაც დაიძახოს ესე და აქედან ესე იგი ყალიბდებიან ესე ტერორისტები, ესე სერიული მკვლელები და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება არა ცხადია. შეიძლება თელი ცხოვრება ატარო ეს აგრესია და ეს გამოვლინდეს, არ ვიცი, ჭიანჭველების წლეტაში, ან რაღაც ასეთში. ან ყველაზე კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში წერა. თუ ღმერთმა მოგცა, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ეხლა ნუ არის ბევრი წერალი ნახავთ იქ რომ აი თვითონ უნდა იმის კეთება, რასაც მისი გმირები აკეთებენ და ამითი შვება. კი. ამ ფიზიკური ქართული ავტორი იყო რაღაცა მისი სექსუალური სცენები მაშინ რომანებში, ნუ ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ეტყობა აი რო იქ არის. გადმოიტანა ხო რაც უნდა. რა უნდა მეკითხა იცი დამავიწყე და ეხა უცებ აი დიდი ხანი როცა ვიკავებ თავს ეხა წეგან გეუბნებოდით მე ვიყავი ბრაზილიანით ხო ბევრჯერ მithქოს საყურებლისთვის და ფსიქოსომატურადაც აისახა ჩემზე აკნე მქონდა ესეთი გარეთულებული ფორმით და რომ მივხვდი რაზე ვიყავი ამდენი ხნის გამონაყარი მქონდა სახეზე და რომ მივხვდი რომ ეს რაღაც უბრალოდ ვიღაცა ადამიანმა მითხრა რომ რაღაცაზე ხო არ ხარო შენ ძალიან დიდი ხანია გაბრაზებულიო და რა ვიცი არა მეთქი ესეთი არაფერი თქვა და მე რა თავჯერში ვიფიქრე და მივხვდი რომ თურმე ძალიან დიდი რაღაც მქონდა და ბულშიშადებული და რო ვთქვი არ ვიცი ხა რამდენი დასაჯარებელია მაგრამ ეს მოხდა რომ გამიარა ხო, ნუ არ ვიცი ეს კარგ ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს უნდა გითხოთ ეს მე არა ვარ ამის სპეციალისტი. არ გამიგია რომ ასე ვთქვათ ალერგიული რეაქცია, ასე ვთქვათ გაბრაზებას. ხო, მე მქონდა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. კი ბატონო, თქვენ ხომ არ დაგვრჩათ რაიმე სათქმელი? არა. ძალიან გამიხარდა. ამ თემაზე რაც ვიცოდი გითხარით. ხო, ძალიან სასიამოვნო იყო იმდენი ძალიან საინტერესო რაღაც გავიგეხე თქვენგან რომ ვიცი რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს მაყურებელი. მე მინდა კიდევ რომ ბევრი მაგალითის ქვეშ თქვენ რაც მოყევით გავიაზროთ რაღაცები, დავაკავშიროთ იმ რეალობასთან, რა რეალობაშიც ვართ ჩვენ. მე მიყვარს ყოველთვის, როდესაც პირდაპირ ვსაუბრობთ და რაღაცნაირი ის გვაქვს, რომ ჩავწვდეთ სხვადასხვა მოცემულობებს. ასეთი რუბრიკა გვაქვს, როგორც გითხარით, წინასტუმარი თქვენ კიდო შემდეგ სტუმარს უტოვებს კითხვას და წინასტუმრის კითხვა იყო ასეთი, რომ როგორ არისო გულწრფელათო, რომ გვითხრასო შემდეგმა სტუმარმაო. ნუ გეტყვით რომ უკეთესად ყოფილვარ. კი ბატონო. და თქვენც უნდა დავუტოვოთ შემდეგ სტუმარს. სად მიდიხარ? საიტკენ. საიტკენ. ეს ხო, ნუ არნიშნავს ალბათ ქვეყანას ან ადგილს. ხო, საიტკენ მიდიხარ. მშვენიერია. მადლობა კიდევ ერთხელ. ბიბლიური შეკითხვა. კი. და ჩემი მაყურებელს ვეთქვი რომ თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი შეგიძლიათ რომ მხარდაჭერა გამოხატოთ დონაციით და აღწერაში იქნება მონაცემები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ვიდეოს მოწონება გამოხატვა აზრის და თუ გააზიარებთ ამით ძალიან დაეხმარებით არხს მადლობა მადლობთ